რა შეიძლება იწოდეს ჩალუჯებებს, მოყვითალო ფერის ლაქებს, სისხლჩაქცევებს, ქვემოკიდურებს, განსაკუთრებით გოგონებში. შემთხვევათა 60%-ში ეს გამოწვეული არის მსუბუქი ტრამვით, თქვათ, სკამს მიარტყი ფეხია, საწოლის კიდეს ან კარადას თქვათ მიარტყი და არ დაგამახსოვდა, იმიტომ რომ არ გეტკინა. თუმცა ეხლა უყურებ თქვათ ფეხებს, ხედავ აი ამ ლაქებს და ფიქრობს, ნუ საიდან მაქვს ეს იქიდან გაქვს რომ ქალბატონებში სისხლძარღვები ძალიან მყიფეა და ესეთი ელემენტარული ტრამვებიც კი დიდხანს ტოვებს კვალს ლაქების სახით. შემთხვევათა 20%-ში ეს შეიძლება გამოწვეული იყოს რკინა დეფიციტური ანემიით. თუ სხეულს რკინა აკლია, ეს გამოიწვევს არა მხოლოდ ჰემოგლობინისა და ერითროციტების ნაკლებობას, ეს ასევე გამოიწვევს თრომბოციტების ფუნქციის დარღვევას და ლაქებს ქვემოკიდურებს, ამიტომ ყოველს გადამოწვდი რკინის დეფიციტზე. შემთხვევათა დანარჩენ პროცენტში ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თქვათ მედიკამენტებით, როგორც არის თქვათ სიცხის დამწვევები და ასევე გამაყუჩებელი საშუალებები, ისინი აქვეითებენ თრომბოციტების ერთმანეთის შეწებებას და ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს კონტრაცეპტივებითაც. და დაიმოსწრე რომ ვიტამინები და მაგალითად C ვიტამინის, K ვიტამინის, ვიტამინ B12-ისა და ფოლიმიშავის ნაკლებობაც ასევე იწვევს სისხლჩაქცევებს. გახსოვდეს რომ თუ გაქვს ქვემოკიდურების ვარიკოზის სისხლჩაქცევები ამ დაავადებისთვის ძალიან ტიპურია და თუ გაქვს ვილებრანის დაავადება, ესეც ასევე შეიძლება იწვევდეს სისხლჩაქცევებს. თუ ეს საინტერესო იყო, დამიწერე და შემდეგ ჩართვაში მე შემოგთავაზებ 5 საჭირო კვლევას, რაც დაგჭირდება რომ სისხლჩაქცევების მიზეზი დაადგინო. გავზიარეს რჩევების ხვებსაც.